და არ მითხრათ რომ ასე არავის არ გაგიკეთებიათ. სასწაულით აქ ნახეთ რამდენია შეგი ადრიანოს დღეს ახველებს. რატო? მე ვიცი რატო. ნახეთ ბარეს სად დავუგდიათ. ესე იგი თოვლი რო წამოვიდა გუშინ დიდი, რა თქმა უნდა გარეთ გავიდნენ. ამაზეც იკატების. რა თქმა უნდა გარეთ გავიდნენ და ახლა მე სანამ გავემზადე, სანამ ამაჩავაც მე სანამ გავემზადე, ну რა თქმა უნდა გავუშვი ჩემზე წინ გარეთ და ახლა დავდივარ ვიც მე ვემზადებ და უყურებ სადაც მოხნეს ჭვინყანა ადრიანაზის და მიირთმევს ხიარულად თოვლს. და როგორ მიირთმევდა თოვლს, უნდა განახოთ უბრალოდ. აი ასე. მიირთმევდა თოვლს. და ახლა მე უკვე გუშინ რაღაც მქონდა ის ფიქრები რომ შეიძლება ყელი ასკიდეს, იმიტომ რომ ადრიანას აქვს სუსტი ყელი, მაშინ ეს ტკივა ყელი და ну ახლა რა თქმა უნდა არ გაუბრაზდი ვისა რო ჭამია ხო თოვლი ჩვენ ბავშვობაში და ამათ რას უფლება რა აქვთ ჭამან და მივედი მშვიდად აი აქ და სადაც და ჭამდა თოვლს. ისეთ სასაცილო იყო. და თან მივედი მშვიდად უთხარი რომ ადრე არ შეიძლება, შეგცივდება, ყელი აქტივდება და ასე შემდეგ. ну გამიგო ვითომ მორჩა და ითამაშეს ძალიან ბევრი. მე დღესაც ითამაშეს ძალიან ბევრი. და დღეს უკვე სადღაც დილის საათებში წამოახვალა რამოდენმეჯერ და მე მაშინვე მივეცი გვირილის ჩაი, რომელიც მე თვითონ გავკრიფე აქ ჩვენთან, ჟოლოს ჩაი, ლიმონი ბევრი, რძე, თხის ქონით. თბილად იწვა, მე ადგა და ისევ გამოვიდნენ გარეთ. ახლა მე ისე ვერ ვიზამ რომ ბავშვი გარეთ არ გამოვიდეს. ხო და გამოვიდნენ გარეთ ძალიან ბევრი ისრიალის უკუნდავეს. ну ძალიან კარგი დრო ატარეს. ხო და ზოგადად ორშაბათს უკვე ბაღში მიყვანას ვაპირებდი, არ დამყავდა, იმიტომ რომ ეს ვირუსები რო ჰქონდა ყველას და ამათაც ცოტა ხველებდა, სიცოცხლეს ჰქონდა 2 დღე, ну არ ჰქონდა რა იმის სურვილი რომ ბავშვები გამეშვა ბაღში და სკოლაშიც კი, სკოლაშიც არ დამყავდა უფროსი. და რახან არ დამყავდა, მყავდნენ სახლში, მშვენიერად ხერხად გავატარეთ დრო და ეხლა ვფიქრობ ორშაბათს მივიყვან თუ არა, თუ დაახოლებს არა, რა თქმა უნდა. და მე ზოგადად არ მივეკუთვნები იმ დედას, რომელიც ჩავარდება პანიკაში და ეხლა დაიწყებს ჩდომას, ტირილს და ასე შემდეგ გაგანს რომ აი მე ჩემი ბავშვი გაცივდა, ეხლა რაღა ვქნა და ცუდ ხასიათზე უნდა ვიყო, რამე პირიქით. მღერი ვარ, ცეკვა ვარ, კარგ განწყობაზე ყოველთვის, როცა ბავშვი არის გაციებული, როცა ბავშვი არის სავად, როცა ბავშვი არის სიცხიანი, ან ჩემი მეუღლე, ან ნებისმიერი ადამიანი, ჩემთვის არის მთავარი ის, რომ მე ვიყო კარგ განწყობაზე, რადგან ჩემი განწყობა
გადადის ბავშვზე, დედის განწყობა გადადის ბავშვზე 100%. მაგრამ ეს ყოველთვის კი არ იყო, ყოველთვის ასე არ მქონდა. ეს ბოლო 4-5 წელი და ასე ვარ, თორე ადრე დეპრესიები მქონდა იმის გამო, რომ აი ბავშვი გამიხდა ცუდად, თავად და ჩემს გამო და მე ვარ ისეთი ცუდი დედა. ეს საზოგადოების ფიქრებით ვფიქრობდი, ასე ვთქვათ. ხო, და ამიტომ ახლა საერთოდ არ ვარ ასე და ეს ძალიან მეხმარება. აქ ახლა ფოტოს გადავიღებ. და ამიტომ დედიკოებო გირჩევთ იყავით კარგ შვენიერ განწყობაზე. ოღონდ უნდა რა თქმა უნდა. ამიტომ გირჩევთ არ ინერვიულოთ, ბავშვზე გადადის ეს თქვენი ნერვიულობა და პირიქით მიხედოთ დროულად, რაღაცა დაალევინოთ, ეგ უკვე თქვენ იცით. და მე ძალიან კარგი ჩვევა მაქვს, მე ვფიქრობ, თუ შევატყე ბავშვს, რომ რაღაცა, თუ დედის გული გრძნობს, ხო, რომ რაღაცა არ არის კარგად დაუშვათ, მაშინ მე მივყავს ექიმთან. მაგრამ აქამდე დაუშვათ, აი დღეს ადრიანას ახველებს, ხო, მე მაშინ მივწერე პედიატრს. სულ ვარ პედიატრთან კონტაქტში. აუხსენი სიტუაცია, მირჩია რაღაცეები, რა თქმა უნდა, ეს მე ყველაფერი უკვე ვიცოდი და შენ თვითონ იცი ოლიკაო და ესე დაალევინე თუ რამე მოიყვანა. და მე 2-3 დღე შევხედავ როგორ იქნება, მე აუცილებლად მივიყვან, რადგან შეამოწმოს ფილტვები, ამათ ქონდა ფილტვების ანთება ყველას და ვიცი რა არის და ეს შეიძლება ფარულადაც იყოს, ვერც გაიგოს დედამ როგორ არის ფილტვების ანთება, ამის ნერვი სად მაქვს და ამიტომ მაშინ მიმყავს ექიმთან თუ რაღაცა შევატყე, მაგრამ ისე ვცდილობ ჩემით ვუმკურნალო, წამლებით არა პირველ რიგში და კონტაქტში ვიყო პედიატრთან. იმიტომ რომ უხსნი ყველაფერს როგორ არიან, მე უხსნი რა სიტუაცია არის, თვითონ რჩევს მაძლევს და ჩემთვის ასე უკვე უფრო კომფორტულია. იმიტომ რომ მილიონი ვირუსი არსებობს და რომ ვიყო საქმის კურსში რა და როგორ რაღაცების რომ არ როგორ ვთქვათ არ მოველოდო ის რაღაცას რაც არ მინდა ასე ვთქვათ. აი ასე. ამიტომ ზოგადად მე იცით რას ვფიქრობ, რომ თქვენი განწყობა არის ძალიან მთავარი. მარტო თქვენი არა, თქვენი მეუღლის განწყობაც, იმიტომ რომ მაგის განწყობა მოქმედებს მთელს ოჯახზე, თქვენი განწყობა მოქმედებს მთელს ოჯახზე, ბავშვების განწყობაც მოქმედებს ოჯახზე და ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ თავს და გარშემო მყოფ ადამიანებს. აი ასე. ისეთი მზე არის თან თოვლია თეთრი და ძალიან მაჭერს. და ეხლა ცოტა ხანი გამოვედი ბავშვების გარეშე. დღეს გავაკეთე ბორში, მიჭადები, სოკოს სალათა. დილით გავაკეთე ის რა ქვია, ხოთ-დოგებისნაირი რაღაცა. ბავშვებმა მთხოვეს ძალიან არა და არ მიყვარს ეს სოსისი, არ ყიდულობ ზოგადად. მაგრამ დღეს ძალიან მთხოვდნენ, ისე მთხოვდნენ, ისე გემრიელად მიირთვეს. მერე გავაკეთე ფორთოხლის გემრიელესი გამოცხობილი პეროგი არ ვიცი. რამდენი საჭმელი გამიკეთებია. არა და მთელი საყინული მაქვს სავსე რაღაც მარაგებით, მაგრამ არ მინდოდა ის, არაფერი არ გვინდოდა, ჩვენ გვინდოდა დღეს ბორში. აი ასე. რამდენი რამე მოვასწარე. ახლა წავალ სახის რუტინას ჩავატარებ. მე ვიდეოები მაქვს უამრავი 10 დღის ვლოგები მაქვს. რედაქტორებას უნდა მივცე და მე არ ვიცი, სარეცხი მაქვს კიდე გასარეცხი, გუშინ ჩემო სარეცხი მაგრამ აურია. არ ვიცი რა დაემართა. შეცდომას მიჩვენებდა რომ თითქოს რაღაცა არის სადღაც გაჭედილი, მაგრამ ყველაფერი გავასუფთავე, არაფერი არც იყო ისეთ, იმიტომ რომ სულ ვამოწმებ ჯიბებს და ყველაფერს სანამ სარეცხს ჩავყრი და რო შევამოწმე და გავასუფთავის წყალი გადავაქციე, მთელი კუხნა წყალში მქონდა, ყველაფერი მოგვარდა და ამუშავდა. თამთხოვდი, მიდი მეთქი ახლა არ გაფუჭდე, იმიტომ რომ არ არის ახლა შენ გაფუჭების დრო. ხელით რეცხვის თავი და ნერვი ნახდათ არ მაგდა კიდე სხვასთან სიარულის ჩემ დედამთილთან ამ სარეცხით მაგის თავიც არ მაგდა, ამიტომ
მომისმინა და გარეცხა. გაბუჭდა მინდი ისე ვიქნება თოვლი. ეს სასწაული თოვლი მოვიდა ჩვენთან. დუჩები როგორ გამიშრა გარეთ. კარგი თამა წავედი. არი ნერვიულობთ დედებო. არ ვიღებდი თურმე. სანთელს მიკეთები გონა? კი. მოგერ ჩემი ფეჩი გასაწმენდია, მაგრამ რო გაკეთე მე გაწმინდა. ანუ კი არ გაბიდო. აი დნება ხო? ნახე. ხელი არ დაგეწოს, არ არის ხელი? არა. რა ლამაზი ფერია. იდე ხაზები იქნება. ხაზები? აქ რამდენი მეტრა? ნახე. 2-3 იქნება. ნახე. აი, სამი ეს ფიტილი და ეს ბალახეულობა ჩააყარე ხო? აი ასე ერთი წამი კიდე სამიღოთ მაგრატელი. არა, მე ამას თვითონ Ара, მე მინდა რომ. Ну, вот, не так делай. Вот она, кстати, сейчас уже хорошо горит, потому что она догорела. Понял? და ნეტი ამაზე უჭველი უნდა იმასხნას. Რა? То есть, когда воск тает, я же там просто фитиль. Просто понюхай. Это натуральный воск. Я же туда просто фитиль воткнул. Да. А фитиль надо вот в эту, на дно, а потом уже. ნახე რამდენია. О, магнит. აი ნახე, აი ეს შეგიძლია ცალკე გაადნო. ეს და დავუშვათ წითელი ფერის ხო? მოდი დაალაგე როგორ გინდა, როგორი ფერების გინდა და არ ვიცი, на твое усмотрение. ну და ნახეთ ეს სანთლები ირაკლიმ და გამიკეთე. გისმენ? კაი. ეს არომატი აქვს სასწაული. да